გამარჯობა ძირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით და შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ყველა ერთისათვის, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოქალაქეთა კავშირის საფარის ეგიდით მიმდინარეობს სტუდენტურ ტელევიზიასთან ერთად და მისი წამყვანი თამნა ბატონი. დღეს ჩვენი სტუმრები გახლავთ საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ჩვენი დიდი მეგობარი და სტუდენტური ტელევიზიის დიდი მეგობარი ბატონი ჰამლეტ გეგია და სიამოვნებით მინდა ასევე წარმოგიდგინოთ ახალგაზრდა ძალიან პერსპექტიული იურისტი, სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ბატონი გიორგი რურუა, რომელსაც მე გიორგი ამიწყენს თუ შემდგომში პირდაპირ სახელით მივმართა ალბათ. დღეს ჩვენ გვექნება საკმაოდ ჩვენი საზოგადოებისათვის ამ ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურ თემაზე საუბარი. შევეხებით არაერთ ჩვენი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხს. მე ჯერ მინდა ბატონო ჰამლეტ თქვენის ნებართვით გიორგიდან დავიწყო, რადგან თქვენ მაინც მასპინძელი ხართ აქ და მოკლედ შევეხოთ და გიორგიმ გაგვაცნოს თუ რა მომსახურებას თავაზობს ის ჩვენს მოსახლეობას თავისი კომპანიის მეშვეობით და მე ვიცი რომ გიორგის იმდენად რამდენადაც ჩვენი გადაცემა მაინც საკონმოქმედო ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარეობს გადაცემის წინ გიორგიმ ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა და მე მადლიერება მინდა ეხლა გამოვხატო რომ ის მზად არის იურიდიული კონსულტაცია და დახმარება აღმოუჩინოს ჩვენ ორგანიზაციის ბენეფიციარებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საჭიროებენ იურიდიულ დახმარებას და მათი მდგომარეობიდან და სოციალური სტატუსიდან გამომდინარე მათ არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ კვალიფიციური კონსულტაცია მიიღონ და ძალიან დიდი მადლობა გიორგი ამ შენი ჟესტით ჩათვალე რომ შენ უკვე ხარ ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა ყველა ერთისათვის სრულფლებიანი და სრულფასოვანი წევრი შენს ორგანიზაციასთან ერთად და მადლობთ აი ამ კეთილი ნებისათვის. ეხლა თუ შეიძლება მოკლედ გვიამბე რა სახის სამსახურს თავაზობ მოსახლეობას. კი ბატონო, პირველ რიგში მივესალმები საზოგადოებას, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი კომპანია თავაზობს პირველ რიგში, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი არის სამართლებრივი მომსახურება. ანუ სამართლებრივი მომსახურებების ფარგლებში შეგვიძლია როგორც სისხლის სამართლის მიმართულებით, სამოქალაქო სამართლის, ასევე ადმინისტრაციული მიმართულებით, ასე ვთქვათ, გაუწიოს ჩვენმა კომპანიამ საზოგადოებას დახმარება, კონსულტაცია და ასე შემდეგ. ანუ შეგვიძლია სასამართლომდეც მივყვეთ ჩვენი კონსულტაციით არის ფარგლებით სრული მომსახურების პაკეტს თავაზობთ. კი ბატონო. და თავისთავად თავის სახელწოდებიდან გამომდინარეც ამ იურიდიული და სამართლებრივი მომსახურების გარდა, ასე ვთქვათ, ბიზნესის საქმიანობაც გვაქვს შეთავსებული. მიმართულება, ბიზნესის მიმართულება არის ჩვენი სოციალური პროექტების ასე ვთქვათ, კეთება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სიკეთეების განხორციელება, რომელიც პრაქტიკულად კომერციული წინადადებაც არის და ამავდროულად დიდი სიკეთე არის საზოგადოებისთვის, რაც გვინდა რომ ასე ვთქვათ, იმ პროექტებით განახორციელოთ. ასე ვთქვათ, ეს არის ორი ძირითადი მთავარი მამოძრავებელი იდეა ჩვენი კომპანიისა, რომელიც ახალშობილია ჯერჯერობით და ასე. ცნობილი არის და მინდა ჩვენს მაყურებელსაც ვუთხრა რომ შენ ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან ძალიან აქტიურად იყავი ჩართული და შენი არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებშიც ეწეოდი რეჟიმის მსხვერპლი ადამიანების უფლებების დაცვით იყავი დაკავებული და ძალიან აქტიურად გამოდიოდი საზოგადოებისათვის საჭიროებო საკითხებთან დაკავშირებით კერძოებლად და აბსოლუტურად თამამად ყველანაირი შიშის გარეშე და აი დღეს როდესაც ვითარება უკვე მადლობა უფალს შეიცვალა, ჩვენ დავდექით მაინც გარკვეული რაღაცა დილემების წინაშე, რაც სხვათა შორის პირდაპირ კავშირშია დამეთანხმება ბატონი ჰამლეტი იურიდიულ სამართლებრივ საკითხებთან. გარდა იმისა, რომ უამრავი შემთხვევა იმისა, რომ ადამიანები ვერ იბრუნებენ წართმეულ ქონებას, ის რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების მისამართით არ ხორციელდება ის სათანადო
ხელის შეწყობა და ელემენტარულად დახმარება მათ მისამართით სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ხშირ შემთხვევაში შევიწროებასაც არ გადაგვიდა ჩვენი არაერთი გადაცემა მიეძღვნა ასეთი ადამიანების პრობლემებს ის რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უფლება ადამიანების ფუნდამენტალური უფლებები არის შეზღუდული მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი საქმე გექნება მაგრამ დღეს ჩვენი გადაცემა უნდა ჩვენ ესე დავგეგმეთ რომ აუცილებლად არ შეიძლებოდა გვერდი აგვიარა იმდენად რამდენადაც ძალიან საჭიროა და აქტუალური საკითხი ამ ორი კვირის მანძილზე ჩვენ საზოგადოებაში იმ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ გვინდა ვისაუბროთ რომლის განხილვაც ამჟამად მიმდინარეობს პარლამენტში ვიცით რომ პირველი მოსმენის დამტკიცდა და აიხო მეორე მოსმენას ველოდებით იქ არის უამრავი ისეთი მუხლი რომელსაც არ ეთანხმება ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი თუმცა ამ კანონის მესვეურნი აქტიურად გვიმტკიცებენ რომ აქ არაფერი ესეთი სკანდალური საფრთხის შემცველი არ არის ჩადებული მე სანამ ამ თემას წამოვჭრიდი მქონდა არაერთი კონსულტაცია გავიარე ამ კანონის მოწინააღმდეგე ადამიანთან მათი არგუმენტებიც მოვისმინე თუ რატომ ეწინააღმდეგებიან გარკვეული პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები ამ კანონპროექტს და რა საფრთხეებს ხედავენ ისინი ეს ალბათ თქვენთვისაც ძალიან კარგად არის ცნობილი რადგანაც მთელი კვირის მანძილზე მიმდინარეობს განხილვები და საკმაოდ მწვავე დისკუსიები ამის გარშემო და არის ერთი რამ ზოგადად ეს კანონი გამოიყურება ძალიან უწყინარ კანონად არაჩვეულებრივი მუხლებია ჩადებული ქალთა გენდერული თანასწორობის კუთხით ეროვნული უმცირესობების უფლებების და თავისუფლებების დაცვის კუთხით რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის კუთხით რასობრივი განსხვავებულობის ნიშნით ადამიანთა დაუშვათ დისკრიმინაციის საწინააღმდეგო და ასე შემდეგ უნარშეზღუდული ადამიანების უფლებებით საკმაოდ კარგად არის გაწერილი მაგრამ ისმის ძალიან მარტივი შეკითხვა ეს კანონები აქამდეც არსებობდა ჩვენს კონსტიტუციაში დევს თვითონ ის რომ ადამიანები ყველა თანასწორნი ვართ მიუხედავად კანის ფერისა, რელიგიური კუთვნილებისა, ეროვნებისა და ასე შემდეგ და საქართველოში როგორც უძველესი ტოლერანტული ტრადიციების მატარებელ ქვეყანაში ჯერ კიდევ ოდითგანვე, როდესაც საერთაშორისო კონვენციები არც კი არსებობდა, ალბათ ჩვენი მთელი ისტორია და კულტურა დამეთანხმებით ბატონო ხამრეთ, ნათელი მაგალითია შემწყნარებლობისა, კაცთმოყვარეობისა და სხვადასხვა რელიგიური თუ ეროვნული უმცირესობის ადამიანებისადმი კეთილგანწყობისა და კეთილმეზობლობისა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ასეთმა გადაჭარბებულმა ტოლერანტობამ ხშირ შემთხვევაში ზიანიც მოგვიტანა ჩვენ და არ იქნა ეს კარგად და სწორად გაგებული, მაგრამ ეს ალბათ სხვა საკითხი არის უკვე. მაგრამ დგება საკითხი, რომ აქ დევს ერთი მუხლი, რომელიც ეხება სექსუალურ უმცირესობათა უფლებებსა და თავისუფლებებს. მე შორს ავარ იმ აზრისაგან, რომ რაიმე სახის ძალადობას განსხვავებული აზრისა და ორიენტაციის ადამიანების მიმართ დაუშვათ მივესალმო, ეს რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ამ კანონპროექტზე საუბრის დროს მე გამიჩნდა იმისი განცდა, რომ ჩემი, როგორც ამ შემთხვევაში ჭყალებში უმრავლესობის წარმომადგენლის პირადი თავისუფლება და ჩემი უფლებები ამ კანონით გარკვეულწილად იზღუდებოდა. ის მოთხოვნა, რასაც აყენებენ კანონპროექტის მოწინააღმდეგენი, რომ კონკრეტულად ამ ნაწილში იყოს გარკვევით გაწერილი, რომ პროპაგანდისტული გამოხატულებები და პროპაგანდა თვითონ ამგვარი ცხოვრების წესის აიკრძალოს, ის რომ არასრულწლოვან და
მოზარდი თაობაზე ერთგვარად აი ამ პროპაგანდის სახით მენტალური ზეწოლა არ განხორციელდეს, ეს ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის და ბოლოს როგორც დედისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა რელიგიური აღსარებლობის მიმდევარი დედა, ქალი და იგივე მამა, ვისაც შვილი ყავს და ვინც პოტენციურად მშობელი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იქნება საკუთარ შვილზე ამგვარი პროპაგანდისტული მენტალური ზეწოლის, ხო? მაშინ ისმის შეკითხვა, რომ რაში მდგომარეობს ამ კანონის არსი და რატომ ითვლება ის ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებიან კანონის ამ სახით მიღებას და ითხოვენ გარკვეულ რეგულაციებს, რათა არ მოხდეს უმრავლესობის უფლების შელახვა, როგორც მენტალური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე პირადი უფლების და თავისუფლების ხელყოფა, რატომ ითვლება ეს რაღაც, რატომ დაიწყო აი ამის გარშემო ესეთი პოლემიკა და რასთან გვაქვს საქმე? ბატონო ხამრეთ, მე მინდა თქვენ დაიწყოთ როგორც აქ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის თავისთავად თქვენ ახსენეთ რამოდენიმეჯერ პროპაგანდა. და ყველამ კარგად ვიცით, რომ პროპაგანდა ეს ნიშნავს, როდესაც ადამიანებზე შეგნებულად ჩვენ ვახდენ ზემოქმედებას და ძირითადად გათვალისწინებული არის პროპაგანდა, რომ მათ შეუცვალოთ კულტურა, უნარჩვევები და მოვახდინოთ ზემოქმედება ქვეცნობიერზე. საერთოდ პროპაგანდა გამოიკვეთა როგორც იდეოლოგია, ასეთი ჰქონდათ ფაშისტებს, კომუნისტებს და ყველა იმ ასე ვთქვათ დიქტატორებს, რომლისთვისაც აუცილებელი იყო საზოგადოებაზე ზემოქმედება, რათა კარგად ემართათ ესა თუ ის საზოგადოება და შედეგები ძალიან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი პროპაგანდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავდება ყოველთვის კრახით, რადგანაც იგი ემსახურება გარკვეულ ფენებს, გარკვეულ კლასს, გარკვეულ ელიტარულ ჯგუფს, რომელიც საბოლოო ჯამში მხოლოდ თავის ინტერესებიდან მოქმედებს, არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს არც უმრავლესობის ინტერესებს და მათ შორის არც უმცირესობის. ჩვენ თუ შევთანხმდებით, რომ პროპაგანდა თავისთავად ეს არის უკვე ფსიქიკაზე შეგნებული, მიმართული ზემოქმედება, რომელიც ისახავს ამა თუ იდეოლოგიის დარწმუნება ჩვენი საზოგადოების, რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში მსგავსი ცდელობა აკრძალული არის კანონით. კარგად მოგეხსენებათ, რომ არსებობს თანამედროვე მედია საშუალებები და არა მარტო მედია საშუალებები, არამედ საერთოდ ეს 25 კადრის პრინციპი, არსებობს ზებგერითის ხშირების ზემოქმედება, რომელიც უშუალოდ ქვეცნობიერზე მოქმედებს და დღეს საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ დაუშვათ უმრავლესობა შეიძლება უმცირესობა თუ აქციოთ და უმცირესობა შეიძლება უმრავლესობა თუ აქციოთ, იმ უმრავლე მიზეზების გამო, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს თავისუფლად შეუძლია ისეთი ზემოქმედება მოახდინოს ქვეცნობიერზე, რომ ადამიანი ფაქტობრივად იცვლის არა მარტო თავის უნარჩვევებს, არამედ სქესსაც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ მარტო ბიოლოგიასთან არა გვაქვს საქმე, აქ არა გვაქვს გარკვეულ მოთხოვნილებებთან, აქ გვაქვს სერიოზულ ზემოქმედებაზე, რომელსაც გარკვეული სერიოზული მიზნები ახასიათებს. თქვენ ასევე ბრძანეთ, რომ აი მაგალითად რატომ ხდება ასე, ხო? მე გეტყვით, რომ ეს სხვა შორის ახალი ტენდენციები, მე ამას მოდას ვერ დავარქვევთ, ნებისმიერი პროპაგანდა, იდეოლოგია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ემსახურება განსაკუთრებით ემსახურება იმ ფენებს და მათ ინტერესებს გამოხატავს, რომელთაც აუცილებლად აქვს სერიოზული мотиваცია გააფართოვონ თავისი გავლენები საზოგადოებაზე, მიაღწიონ ფაქტიურად და მოხდენ მთავრობაში, მართონ მათ ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი კულტურა და საზოგადოებრივი კულტურა ეს არის საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის შემეცნების ხერხემალი, იმიტომ რომ შემეცნება თავისთავად საზოგადოებრივი აზროვნება და მსოფლმხედველობაც ასე რომ ვთქვათ, ზოგადად კულტურაზე არის დაფუძნებული და კულტურაში გამოიხატება. ამიტომ კულტურის ფენომენის შეცვლა, როდესაც საუბარია პროპაგანდაზე, ეს ყველა დაუშვებელი არის და პლუს ამას კანონი უნდა იცავდეს. როგორც ჩემთვის ცნობილი არის, ევროპაში არის კანონი, რომელიც საერთოდ ამ ზემოქმედების თვალსაზრისით მე ამას დავარქვევდი არასასურველ ჯანმრთელობისათვის საზიანო ზემოქმედებას და ამას უბრალო ენით უძახიან ხოლმე ზომბიერებას. ეხლა რა შუაში არის უმცირესობის უფლებების დაცვა და რა შუაში არის, ესე იგი, ამ უმცირესობასთან დაკავშირებული კულტურის პროპაგანდა.
ეხლა ალბათ ამაზე არის საუბარი. მე მინდა შევახსენო ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს, რომ ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებულ შტატებში ობამამ სულ ახლახან თუ არ ვთქვი რამოდენიმე წელი არის, რაც მიიღო კანონი, რითაც დაუშვა, რომ ჯარში შეეძლოთ მსახური უმცირესობად. მანამდე არ იყო, ხო, ეხლა მე მინდა ასევე დავსვა საკითხი, მაგრამ ჩვენ ამერიკას კულტურაში ვუსწრებთ, რომ ჩვენ დაუშვათ აი თურმე გუშინ წინ არ ყოფილა და დღეს მეუღიათ კანონი და ჯარში დაუშვა მსახურებასთან დაკავშირებით, ესე იგი უმცირესობის წარმომადგენლებს. რაც შეეხება თვითონ უმცირესობის უფლებებს, რა თქმა უნდა, უმცირესობის უფლებები კონსტიტუციით არის დაცული აბსოლუტურად გეთანხმები, არავინ ესე იგი მათ არ ზღუდავს, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, განსაკუთრებით გამიზნულ პროპაგანდას, ეს აუცილებლად კანონში უნდა იყოს დაფიქსირებული იმ უბრალო მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სტანდარტი არსებობს განსაკუთრებით მოზარდებთან დაკავშირებით და თუ დაუშვათ იქ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრული არის. აი ზუსტად ამ საკითხზე მინდოდა ბატონო ჰამლეთ, რომ ყურადღება გაგვემახვილებინა და შემდგომ გიორგის აი როგორც იურის საკანონმდებლო დონეზე ვკითხოთ, ზუსტად კარგად მიანიშნეთ. იქ აკრძალული არის დაუშვათ ისეთი ლიტერატურის გაყიდვა, რომელიც დაუშვათ სასმელი, სიგარეტი, პორნოგრაფიული ლიტერატურის და ასე შემდეგ. რადიუსები არის განსაზღვრული და ეხლა როდესაც ჩვენ საუბრობთ დაუშვათ აქ იყო ასეთი კითხვა იყო სხვა შორის ერთ-ერთი პარლამენტარისაგან, უმრავლესობის წარმომადგენელი ეკითხებოდა აღათურიას, რომ კი, მაგრამ აი თქვენ რა ნიშნით აუკრძალავთო რა, აი რომ მოვიდესო თქვენთანო წარმომადგენელი უმცირესობისო, თქვენ სამსახურში არ აიყვანთო სიტყვაზე რა, ესე იგი სამსახურში როგორ არ ავიყვანთ, ესე იგი ის უმცირესობის წარმომადგენელი ხო, არა, მოქალაქე არის, მაგრამ აქ ესე იგი ჩვენ მოდი რომის პაპზე მეტი რომის პაპი ნუ გავხდები და ამერიკას ნუ გავუსწრებთ რა, ეს იყო კომუნისტების ცდილობდნენ რომ ამერიკას გაუსწრო და გადაუსწროთო, ხო და ეს არ გამოვიდა, პირიქით დაიშალა და ეხლაც ნუ ვეჯიბრებით ჩვენ ამერიკას, იმიტომ რომ ესეთი ცივილური ქვეყანა როგორც ამერიკა არის, როგორც ევროპა არის, თუ რამოდენიმე წლის წინ მიიღებს ხოლმე და დაუშვეს, ესე იგი პროფესიული ნიშნით და იგივე სამსახურეობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე უმცირესობა დაიწვეს ამ შემთხვევაში. უმცირესობის უფლება იყო დაცული, როდესაც კანონი კრძალავდა მათ სამსახურს იგივე ჯარში და როდესაც საუბარი არის იგივე სკოლის პედაგოგობაზე, ასევე ისეთ სპეციფიკური პროფესია, სკოლამდელი ასაკი და ასე. თუ ახლა სიგარეტსა და იმას სასმელთან დაკავშირებით არის ძალიან გამკაცრებული და ასევე ესე იგი ძალიან გამკაცრებული არის ბავშვის უფლებების დაცვა, მე მგონი არანაკლებად უფრო მნიშვნელოვანი არის ვიდრე ბავშვთა უმცირესობის. მე მაგალითად არჩევანი რომ მომცეს საზოგადოებამ მიუხედავად კანონთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრებებისა, მე ავირჩევდი რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის მოზარდების და ბავშვების ინტერესების და უფლებების დაცვა, მათ შორის ქალების, ვიდრე დაუშვათ უმრავლესობის ან უმცირესობის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კანონმდებლობა ცოტა ჭკუა მოიხმოდა რომ პაპზე მეტი რომის პაპად მოგვაჩვენებენ თავს და თუ ამერიკამ დაუშვათ გუშინ მიიღო სიტყვაზე ეს კანონი და ასე შემდეგ, მანამდე იყო ეგრეთ წოდებული დისკრიმინაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, სანამ ამერიკის დონეს მივუახლოვდეთ, მანამდე დიდი გზა გავლენდა. ამიტომ ჩემის აზრით, სწორი ის არის, რომ ჩვენ ყველა უფლებას ვაძლევთ, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, რაც შეეხება ბავშვებთან ურთიერთობისა და ამ ფორმატში, ესე იგი, მათი იდეოლოგიური და ინფორმაციული მომზადების თვალსაზრისით, რომ ჩვენ წინასწარ მოვამზადოთ ბავშვები, რომ ჩვენ ესე იგი მივცეთ მათ დაკვეთილი კულტურა. ჩემის აზრით ამ ეტაპზე ჩვენი საზოგადოება მზად არ არის და მე მგონი ცივილიზაციას მაინც და მაინც დიდი მხარდაჭერით არ გამოხატავს ამ უფლებებს და რატომღაც გონია რომ ეს თავზე მოხეული არის, იმიტომ რომ არ შედის ეს არც ამერიკელი ხალხის და მოქალაქეების ინტერესებში, არ შედის არც ევროპის, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი ზეწოლები ხდება, რომ ჩემთვის გაუგებარი არის ეს ადრე შეიძლება აწყობდათ ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებების დაცვა, მართლაც ადამიანის უფლებები ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ ადამიანის უფლებებში ღირსება შედის, მაგრამ ღირსების გარეშე ადამიანის უფლება ეს არის გამოშეგნული, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა გადავყოლოთ. ბატონო, უკაცრავად ჩაგერთობით, მოდით დავკონკრეტდეთ. აი, რა მოიაზრება ღირსებაში? ალბათ შეიძლება ახლა ვინმე შეგვეკამათოს და გითხრას, რომ ეს საკმაოდ ფართო მცნება არის. მაგრამ შენს ღირსებას მაინც რამოდენიმე ძირითადი პუნქტი განაპირობებს, ხომ? შენი პიროვნული ღირსება, ფასეულობები, ის რაც გაქვს, შენი კულტურული და სულიერი ტრადიციების და ფასეულობების მიმდევრობა და მისი დაცვა, შენი პიროვნული თავისუფლება, აზრის თავისუფლება და ინდივიდუალიზმი,
რაც ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსახულება არის ღირსების. ეხლა ეს ჯანსაღფარგლებში ხა ვიღაცას შეიძლება ინდივიდუალობა ცოტა გაუკუღმართებულად ესმის, მაგრამ ესეც საკითხავი არის, მე ვიცი დაუშვათ ადამიანებს ვისწავლს, ვინც ამბობს, რომ მე მინდა ვიყო ცუდი და ის მართლაც იცის, რომ ის ცუდი არის. ნუ ეს ჩვენ ვიცით, ვისი ფორმულაც იყო. ხო და ეს ფორმულა უბრალოდ ჰუმანოიდების მიერ, ეს ჰუმანოიდების მიერ შემოტანილი ფორმულა არ არის და ადამიანმა როდესაც იცის, რომ უნდა იყოს ცუდი და იცის რა არის კარგი, რა თქმა უნდა, მასთან მიმართებაში სხვა დამოკიდებულება უნდა გაჩნდეს, იმიტომ რომ ის ასრულებს გარკვეულ დაკვეთას ან შეგნებით ტირაჟირების. ეხლა მე გეტყვით, რომ აქ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვზღუდავთ არც აქვს უფლება საზოგადოებამ შეზღუდოს უმცირესობის უფლებებს და ღმერთმა დაგვიფაროს, იმიტომ რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ადამიანები თანასწორნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს თუ რაღაც ფასეულობები, მაგრამ როცა საქმე ეხება ცივილიზაციის დაუშვათ ისეთ საფუძვლებს, რომელიც აგებული არის დაუშვათ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ფუნდამენტალურ ღირებულებებს, მე მაგის გარდა ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ჩვენი ცივილიზაცია თუდაც იქიდან გამომდინარე თუ ზოგი ნაწილი აღიარებს ევოლუციის კანონებს, ზოგი არ აღიარებს, მაგრამ თვითონ ვატიკანიც კი პრინციპში აღიარებს და დღეს ბრმა უნდა იყოს, რომ შენ არ აღიარო თანამედროვე მეცნიერება და დღესაც აგერ ჩვენ გავდივართ ეთერში და რომ არ იყო ციფრული ტექნოლოგიები, ვერ გვიყურებენ, ვერ მოგვისმენენ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ფაქტია შესდგა მეცნიერება ამ დონეს მიაღწია, რომ ჩვენ შეგვიძლია თავად თქვა, რომ მეცნიერება ამტკიცებს და ასაბუთებს ჩვენ ამის გჯერა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ ის ევოლუციის ხერხემალი, რომელიც თან ახლავს ადამიანს. ადამიანის ტვინის ბიოლოგია დღემდე არ შეცვლა, რაც იყო 4000 წლის წინა, 5000 და ასე შემდეგ. იგივე ბიოლოგიის მატარებლები ვართ ჩვენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი მიმართულება, როგორც ბიოლოგიის, არის ესე იგი ჩვენი სახეობის შენარჩუნება, გამრავლება და შეგუება გარემო პირობებთან. უხეშად ვთქვათ, ჩვენი პოპულაციის ხო, ბუნებრივი ეს არის ჩვენი, აი, ბუნებრივი მოთხოვნილება. ანუ ის რაც ჩვენ ესე იგი დედამიწა, ვისაც წამს ღმერთის წამს დაუშვა და ვისაც არ აწამს, იმას ხო მეცნიერების მაინც უნდა სწამდეს. აქედან გამომდინარე, მთლიანად თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება დაუშვათ ის იდეოლოგია. მე უმცირესობაზე არ მაქვს ლაპარაკი, მე ლაპარაკი მაქვს იმ იდეოლოგიაზე, როდესაც საუბარი არის დაუშვათ ერთსქესიანი ქორწინება, რაც გინდა დაარქვა. კი ბატონო, მაგრამ გამრავლების ის ძირითადი ფორმულა, რომელიც ხერხემალი არის თანამედროვე ცივილიზაციის, ის თუ არ ემუშავებს, ფაქტობრივად ჩვენ ესე იგი, სხვაჩვენ შოპენგაუერი მოგვიწოდებდა ჩვენ და მოგვიწოდებს ეხლაც, ვინც კარგად იცის, ეს იყო პესიმიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტალური მიმდევარი და ფუძემდებელი და ამბობდა, რომ ცივილიზაცია იმდენად გადაგვარდა, იმდენად ამაზე რძენი არის, რომ მოდიო ეხლა ომებსა და იმას არ ჯობიაო, რომ ყველა მოვარვთქვათ გამრავლებაზეო და ყველა გადავშენდებით 100 წელიწადშიო. თუ ასეთი ფორმულა ვინმე სჭირდება და იგივე იმ ადამიანებს, ვინც ერთმანეთს ხელს უწყობენ, რომ როგორ ესე იგი ერთსქესიანის და კანონოდა საერთოდ გამრავლების ინსტინქტი რაღაც სხვა ფორმატში გადაიყვანო და ეს მხოლოდ გართობისა და რაღაც ესე იგი ის შოუს ელემენტად აქციონ. მე მათ ურჩევდი, რომ იქნებ შოპენგაუერი უფრო კარგად წაეკითხა და ალბათ ესე იგი დარწმუნდებოდნენ, რომ თურმე ესე იგი ჩვენ ერთადერთი გადარჩენა არის უარი ვთქვათ გამრავლებაზე და საერთოდ წერტილი დაუსვა ცივილიზაცია. თუმცა ამასაც თავისი მიმდევრები ყავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა არის საკმაოდ სერიოზული, საზოგადოება ფართოდ უნდა ჩაერთოს. ჩვენ ევროპისაკენ მივდივართ, ევროპის კულტურას არ უარყოფთ, მაგრამ აუცილებელი არის სიფხიზლე, იმიტომ რომ ევროპას ძალიან უჭირს სხვა შორის ახლა და თვითონ ევროპელები ჩამოდიან და თვითონ თავის პირით ამბობენ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ევროპას და ევროპა უნდა დაგვეხმაროთ ჩვენ, რათა უკეთესად დავიცვათ უმცირესობის უფლებები, მაგრამ არ მივცეთ საშუალება არც უმრავლესობას და არც უმცირესობას, რომ პროპაგანდის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ ქვეცნობიერზე იმოქმედო და ჩვენი მენტალიტეტი შეცვალო. და ეს მე მგონი კონსტიტუციის დონეზეც უნდა იყოს დაცული. მე მაქვს უფლება, რომ მე ვიყო ინდივიდი, მე მაქვს უფლება, რომ ვიყო ქართველი, მე მინდა რომ ვიყო ქართველი და კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩაწერილი, ვინც აღიარებს თავის ინდივიდუალიზმს, ვინც აღიარებს დაუშვათ თავის ეროვნულ ღირებულებებს, მისი უფლებები კონსტიტუციით უნდა იყოს დაცული, ვინც შეეცდება საერთოდ პროპაგანდის ან თანამედროვე ზომბირების ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენს ჩარეცხვას, ჩვენი მენტალიტეტის შეურაცხყოფას და ჩვენი მენტალიტეტის შებრალვას, ან ყოველ შემთხვევაში ექნება მცდელობა, რომ ჩვენი მენტალიტეტი გაასწოროს ან შეგვიცვალოს, მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს დაჟადი. კონსტიტუციაში უნდა იყოს არა მარტო უმცირესობის უფლებები ასახული, არამედ ჩვენი ეროვნული ღირებულებებიც. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დღეს
სამყაროს ნაირფეროვნება, ბუნების ნაირფეროვნება უკვე ცივილიზაციის ზრუნველების ობიექტად იქცა და ასეული მილიონობით დოლარი არის გამოყოფილი ევროპის, ასევე ამერიკის ქვეყნების მიერ და საუბარი არის შევინარჩუნოთ ნაირფეროვნება, ჭიანჭველები, მწერები, ფრინველები, ასევე რაღაცები, ეკოსისტემა და ეხლა ის ეროვნული ღირებულებები, ის ფასეულობები, სწორედ ერთ-ერთი მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილიც არის უმცირესობაც. ისეც თავისებურად, ესეც გარკვეულად ნაირფეროვნების ის არის, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა ის უმცირესობა ქვია, თუ დაუშვათ უმრავლესობა, თავარი არის, რომ ჩვენი ძირითადი ცივილიზაციის მიზანი რა არის, ეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული, ეს თუნდაც ყოველგვარი რელიგიის გარეშე ვარ. ვინც ეხლა მორწმუნე აქვს და იმან ჩამოყალიბებული ფასეულობები აქვს, ხო? რა თქმა უნდა, კონსტიტუციამ უფლება უნდა მისცეს, თავის ფასეულობები დაიცვა და არავის არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა, უпростоრად ძალა, რა ფინანსებსაც არ უნდა ფლობდეს, რა მედია საშუალებებსაც არ უნდა ფლობდეს, რომ მათ მოახდინონ ზომბირება და მათი ძირითადი ფასეულობები ფაქტიურად წაშალო და ახალი ფასეულობა. ჩვენ ხო კომპიუტერი არა ვართ, რომ რაღაც წაშალო, ახალი ჩაცო. ჩვენ ადამიანები ვართ და კეთილი ენებოს პარლამენტმა, რომ აქ თუ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ დაუშვათ ნაკლებად ვიცავთ იქ უმცირესობის ინტერესებს, თუ სხვა შორის უწმინდესობა განაცხადა, უმრავლესობის ინტერესებს ვინ დაიცავს, ხო? მე მოვიწყო მაგალითად ჩვენი პარლამენტისაგან, რომ იქ ასახული იყოს კონსტიტუციაში ჩემი ეროვნული ღირებულების დაცვაც. იმიტომ რომ მე იმაჩნია, რომ ჩემი ეროვნული ღირებულების გარეშე ჩემი პიროვნული მე არ შეძდგება და ვერ შეძდგა და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ აქ ეროვნულ ფასეულობებზეც უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული და არა მარტო ადამიანის უფლებებზე, იმიტომ რომ ადამიანის უფლებები ეს არის და სულიერ ტრადიციებზე, რომელმაც პრინციპში ჩვენ მოგვიყვანა აქამდე, ჩვენზე უფრო დიდი ერები გადაშენდნენ და ჩვენზე უფრო დიდი ცივილიზაციები აღიგავენ მიწისაგან პირისა. ჩვენ ალბათ მაინც უფლის წყალობით სწორედ ამ ჩვენი იდენტურობის შენარჩუნებამ, სწორედ ამ ჩვენს კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობაში ჩადებულმა გარკვეულმა კოდმა ეს ძალიან მცირე რიცხოვანიერი პრინციპში და მით უმეტეს გეოპოლიტიკურათაც ისეთ ადგილას ისე ვართ განლაგებულნი, რომ მუდმივი თავდასხმის და ომიანობის რეჟიმში გვიწევდა. მთელი ჩვენი ისტორია ფაქტიურად არის ომის და რბევის. ეს ცივილიზაციის ინტერესებშია. თუ იმას გონია რომ ეს ანუ ჩვენ გადავრჩით, ხო? და კი არ გადავრჩით ჩვენ ცივილიზაციაში. სწორედ აი ამან. აი ამ კოდმა, რომელიც ჩადებული არის ამ ჩვენს კულტურულ და სულიერ ფესვებში, იმ მემკვიდრეობის რისი გამგრძელებლებიც ჩვენ ვართ. და დღეს აი ამ ყველაფრის ესე უხეშად ხელყოფა და იმის თქმა, როდესაც თუ კი მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ჩვენ უძველეს ერთა სიაში შევდივართ, ის რომ ჩვენი ძალიან დიდი სიამაყის ობიექტს წარმოადგენს ჩვენი დამწერლობა და ჩვენი ანბანი, არა ჩვენი ჩარეცხვა რომ უნდა და რატომ კონსტიტუციაში არ უნდა იყოს დაცული რომ არავის არ აქვს არც ერთ მთავრობას უფლება არა მარტო ორიენტაცია შეიცვალოს რაც შეეხება იქ ნატოს და ევროკავშირს იმიტომ რომ ეს ხალხის არჩევანი არის არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება ორიენტაცია შეუცვალოს უმრავლესობას და მოსახლეობას ხო ასევე არც ერთ მთავრობას არ უნდა კონდეს უფლება არც ერთ მედია საშუალებას რომ ჩემი მენტალიტეტი ჩარეცხოს და ჩემზე მოახდინოს ზემოქმედა ამიტომ კანონი უნდა არსებობდეს რომელიც იცავს არა მარტო უმცირესობის უფლებებს არამედ ესე იგი ეროვნულ ფასეულობებს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემთვის მაგალითად ნორმალური ადამიანისათვის, ხო, ღირსება და ფასეულობა რწმენა, სიცოცხლეზე ძვირფასი არის. თუ ვიღაცა თავის რაღაც სიცოცხლეს იცავს, ხო, მე ესე ორი სიცოცხლე გამაჩნია. ერთი რომელიც სიცოცხლეზე ძვირფასი არის, ეს არის ჩემი ღირსება და მეორე ბიოლოგიური არსება, რომელსაც თავისთავად დაცვა მოფრთხილება და გამრავლება გჭირდება. თუ გამრავლება არ იქნება, არაფერი არ იქნება. აი ამ კანონ, ამ იურიდიულ მხარეზე მინდა გიორგი ახლა შენთან გადმოვიდე. ჩვენ არ ვართ იურისტები შენგან განსხვავებით და შეიძლება ესე ღრმად არ ვფლობდეთ საკანონმდებლო ბერკეტებთან წდომა არ გქონდეს, მაგრამ ამას არ ჭირდება არც დიდი იურიდიული განათლება, რომ ნებისმიერ ადამიანს თუ კი ის კარგად ჩაუღრმავდება, არ შეიძლება რომ არ შენიშნოს ის ურთიერთწინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, რაც თუნდაც საკანონმდებლო დონეზე არსებობს. ისმის ძალიან მარტივი შეკითხვა. თუ კი როდესაც მოითხოვა საზოგადოების დიდმა ნაწილმა და ჩვენმა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც რომ რაც ბატონმა ჰამლეტმაც გააჟღერა რომ სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში შეზღუდული ყოფილიყო
მსგავსი ორიენტაციის მატარებელი ადამიანების მუშაობა ის როდესაც ჩვენ უკვე გვქონდა ერთი ძალიან ამაზრზენი პრეცედენტი იმისა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში ამ აბსოლუტურად ნაციონალების მიერ მახინჯი პროგრამით ამერიკიდან გაურკვეველი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების ასე განუკითხავად შემოყრით ამ სკოლებში და არაერთ სკოლაში ვიცი მე მსგავსი არასასიამოვნო ფაქტები, უბრალოდ ეს ფლეჩერის ფოტოები და ეს მისი ასე ვთქვათ ბჭყალებში პედაგოგიური მოღვაწეობა ძალიან სკანდალურად გაშუქდა, ხო? ჩვენ გვაქვს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენცია. ჩვენ გვაქვს ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კონვენცია, რომელიც პრინციპში აი ამ კონვენციის მუხლებს უნდა ვექვემდებარებოდეთ, რომ დავუშვათ მიგვიღონ ევროკავშირში, რასაც სულ გვეუბნებიან, ხო? მაშინ ისმის ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენ გვაქვს ჩვენი როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც ყველგან არის აბსოლუტურად გაწერილი, რა არის ადამიანზე ძალადობა. ზუსტად იგივე იმ ჰელსინკის კავშირის მიერ შემუშავებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლების კონვენციაში, ასევე ევრო კავშირში მოქმედი ადამიანების პიროვნული თავისუფლებისა და უფლების დაცვის კონვენციის მუხლებში არის ძალიან ნათლად გაწერილი, რომ ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანის გონებაზე ეს არის წამების ერთ-ერთი ფორმა. და როდესაც ნაციონალური რეჟიმის დანაშაულებებზე იყო საუბარი, სწორედ ეს გარდა იმ პირდაპირი ფიზიკური წამებისა, წამებად იქნა აღიარებული ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენისა და ზეწოლის განხორციელება, ხო? აი ახლა გადმოვიტანოთ ეს კანონი მეორე სივრცეში, მეორე განზომილებაში და ვთქვათ, როდესაც ჩემი, რომელიც ვითვლები უმრავლესობად, ჩემს მენტალობაზე ხდება მსგავსი ფსიქოლოგიური ზეწოლა, როდესაც ხდება ჩემს პირადი ცხოვრებაში შემოჭრა და მე ხა დავაკონკრეტებ რას გულისხმობ. ის რომ ჩემს პირად ცხოვრებას ეხები, ჩემს შვილს, რომელიც სკოლის მოწაფეა თუ სტუდენტია თუ სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელია, პროპაგანდას უწევ ჩემი ნებისა და ჩემი სურვილის გარეშე, გარკვეული სახის პროპაგანდას უწევ, როდესაც ამის აფიშირებას აკეთებ და ცდილობ, რომ მას თავს მოახვიო შენი შეხედულებები, იმ მოზარდს და იმ არასრულწლოვანს, რომელსაც ჯერ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა არ აქვს, ჯერ არ აქვს დაუშვათ ის სულიერი და ასე ვთქვათ, ინტელექტუალური ბაზა, რომ მან თავისით დამოუკიდებლად განსაზღვროს დაუშვათ კარგსა და ცუდს შორის განსხვავება, ასე დავარქვა და თუნდაც თავისი სურვილები, მისწრაფებები და მიდრეკილებები ჩამოყალიბებულად კონდეს, ხო, განსაზღვრული უკვე. არის თუ არა ეს ჩემ პირად ცხოვრებაში შემოჭრა? კანონის მიხედვით, არის თუ არა ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც ფორმულირდება ფაქტიურად მენტალური წამებად კანონის მიხედვით, თუ არ ვცდები 53 მუხლი არის ეს ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის, რამდენადაც მე მახსოვს და ის, როდესაც ჩემი უმრავლესობის მიმართებაში მესმის შეურაცხმყოფელი მესიჯები, როდესაც ხდება აბუჩათაგდება ჩემი რელიგიური აღსარებლობის, როდესაც ხდება აბუჩათაგდება ჩემი სუბკულტურის, ჩემი კულტურული ღირებულებების და ფასეულობების, ჩემი ეროვნულობის, რაც მე კონსტიტუციით მონიჭებული უფლება მაქვს, აი ამ შემთხვევაში აი ეს კანონით როგორ რეგულირდება და მოდის თუ არა ეს წინააღმდეგობაში იმ კანონთან, რომლის მიხედვითაც მე მხოლოდ ის არის ჩემი დანაშაული, რომ მე უმრავლესობა ვარ და მე არ მინდა ეს მივიღო. თუმცა მე არ გიზღუდავ შენ უფლებას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მათ არ აქვთ არც სწავლის, არც თავიანთი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება შეზღუდული, არ აქვთ შეზღუდული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაუშვათ მოქმედებით, თუმცა
თითოეულ ჩვენთაგანს ჩემთვისაც როგორც უმრავლესობის წარმომადგენლისათვის საზოგადოების თავშეყრის ადგილებში არასათანადო მოქმედება ჩემთვისაც დასჯადია ხო სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე. ალბათ ისიც დაიშჯება თუ ცუდად მოიქცევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენ შორის რაღაც განსხვავება არის და ის დისკრიმინირებულია, ხო? ამიტომ აი მე მაინტერესებს, აი ამ კანონში არსებულ წინააღმდეგობებს შენ როგორ ახსნი, როგორც იურისტი? კი ბატონო, მოგახსენებთ. ანუ რაც შეეხება ახლა აი ამ კანონის შემოტანას, ხო, და დანერგვას, საერთოდ მე ხა გავაკეთებ უბრალოდ განმარტებას და ჩემს დასკვნას გავაკეთებ აი ამ მოვლენასთან დაკავშირებით. ანუ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ არის თავს მოხვევა იმ თავიანთის რახვების, რაც უნდათ რომ ესე ფარულად გაატარონ საზოგადოებაში. ეს არის უბრალოდ ის მოკლე დასკვნა, რომელიც ჩვენი სამართლებრივი სივრციდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი ისეთი ნორმა, რომელიც არ იცავს ჩვენს სახელმწიფოში ნებისმიერ მოქალაქეს. თუ ის არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, უზენაესი კანონით საქართველოს კონსტიტუციით დაცული არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება და თავისუფლება. კონსტიტუციაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ყველა ადამიანის უფლება და თავისუფლება არის დაცული, ხელშეუხებელი, არ შეიძლება მასზე ზეწოლა, ძალადობა, ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შემდგომში იმ კონსტიტუციას აქვს უკვე თანდართული ის კანონები, რომელსაც უკვე ჩვენ ვეძახით სისხლის სამართლის სამოქალაქო კოდექსის, ადმინისტრაციულ კოდექსს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე კონსტიტუციაზე გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული ნებისმიერი ძირითადი უფლება, რომელიც კონსტიტუციაში პირდაპირ არის ჩაწერილი, ხო, მას უკვე არ სჭირდება არანაირი ზედმეტი კოდიფიკაციის და რაღაცის ასე ვთქვათ მოგონება და რა თქმა უნდა იმ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და თავისუფლება. კი ბატონო, მანდაც პატარა განმარტებას გავაკეთებ, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და კონვენციებზე გვაქვს საუბარი, ამ შემთხვევაში ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულება და კონვენცია უნდა იყოს შესაბამისობაში ჩვენს ძირითად კანონთან, რომელსაც ქვია კონსტიტუცია. კონსტიტუციით დაცული ნებისმიერი უფლება გადატანილი არის სხვადასხვა კოდიფიცირებულ სისტემაში, რაც უკვე წეღან ვახსენე სისხლის სამართალის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და ასე შემდეგ. მეც მიჩნდება ანალოგიური კითხვა, რაში სჭირდებათ კანონმდებლებს ზედმეტი რეგულაციები, თუ მაშინ არ არის რაიმე ფარულის რახვები ჩადებული და თუ არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ეს არის უბრალოდ ასე ვთქვათ აფიშირების გაკეთება და პროპაგანდის ჩართვა, რაც უკვე ვიხილეთ ჩვენ აი გასულ წელს, რაც მოხდა დიდი არეულობა, რამაც გამოიწვია საზოგადოებაში. მოდი ჯერ ერთი ჩამოვყალიბდეთ, რომ ეს არც თუ ისე დიდი არეულობა იყო, იმიტომ რომ ბატონო ჰამლეთ თქვენც ალბათ კარგად მოგეხსენებათ ეს ბოლო ინფორმაცია, რომ სულ რაღაც 2-3 დღის წინ საფრანგეთში ძალიან დიდი ნაწილი საფრანგეთის მოსახლეობისა, იმიტომ რომ ფოტოებიც იდოდა იქ საკმაოდ მე მგონი ეს დეგოლის მოედანი მთლიანად სავსე იყო გადაჭედილი საფრანგეთის მოქალაქეებით, საკმაოდ დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების საწინააღმდეგოდ. საფრანგეთი, რომელიც არის როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ასევე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხო? იგივე 17 შარშან 17 მაისს, როდესაც ჩვენთან საკმაოდ ესეთი მე ვიტყოდი, რომ სუბუქი ინციდენტი მოხდა, საფრანგეთში პირიქით მოხდა ძალიან ესეთი აგრესიული შეტევა ამ აქციის საწინააღმდეგოდ და იქ ვნახეთ თავგადაპობილებიც, ნაცემებიც და ნაგლეჯებიც ეს LGBT საზოგადოების წევრები. იგივე მოხდა იტალიაში, რომში, ზუსტად იმავე შარშან 17 მაისს და ჩვენთან რატომღაც ამას მიეცა ისეთი რეზონანსი, რომ არიქა ჩვენ ევროპაში ვინ მიგვიღებს ვანდალები ვართ, როდესაც საფრანგეთში გადაუარეს საერთოდ ბოლომდე ყველანაირად, ხო? მაგრამ დგება საკითხი, რომ აი 17-შიც ისევ ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ეს რაღაცები, ხო? იყვნენ ჩამოსულები, კარგად ვიცით, რომ ქალბატონი კეტრინ ეშტენი იმყოფებოდა იმ დროს საქართველოში და არ მახსოვს ეხლა ნატოს წარმომადგენელი ქალბატონი, რომლებმაც ჩამოასვენეს ჩვენი დაღუპული ბიჭები ავღანეთის მისიიდან და ისინი ქაშვეთში სამოქალაქო პანაშვიდი იმართებოდა და გლოვის დღედ იყო გამოცხადებული, დაემთხვა, ხო ესე?
ეს სახელმწიფომ გამოაცხადა ხო გლობის დღეთ და გამოვიდნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრებიც, იგივე ის ნატოს წარმომადგენლები, რომლებმაც თქვეს, რომ ეს არის ესეთი ძალიან ესეთი ტრაგიკული დღე და რომ ეს ბიჭები გმირები არიან და ამის პარალელურად ქაშვეთის ტაძრის წინ იქ სადაც სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობდა, იმართებოდა მსგავსი აქცია და ზუსტად სახელმწიფოს მესეუნი მაშინ ბატონი გიგა ბოკერია გამოვიდა და დაგმო ეს ამბავი. ისევ მოვდივართ წინააღმდეგობაში, თუ სახელმწიფო გლოვის დღე დაცხადებ ამ დღეს ელემენტარულად ჯერ ქართველთა წესია და მე მგონი ყველა კულტურაში არის ეს ტრადიცია მიცვალებულისათვის სათანადო პატივის მიგების, მით უმეტეს, როდესაც გმირულად დაიღუპა ადამიანი, ხო? სახელმწიფო შესწავლას. რა სავალდებულო იყო მაინც და მაინც ტაძრის წინ, მაინც და მაინც იმ სამგლოვიარო პერიოდში მსგავსი აქციის გამართვა, ან თუ მაინც და მაინც ესეთი აუცილებელი იყო, მათ არავინ არ უშლდათ გამოსულიყვნენ სადღაც აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ან დაუშვათ სადღაც სხვაგან და არა იქ, სადაც ისევ და ისევ სახელმწიფოს მიერ იქნა გამოცხადებული გლოვის დღეთ, ხო? აი, სულ ესეთ ურთიერთწინააღმდეგობრივ მოცემულობაში გვიწევს და რა ხდება ბატონო ხალხო? ძალიან სერიოზული საკითხი წამოწიეთ. სხვათა შორის მე მინდა მიმართო ჩვენ საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვისაც მცდელობა ექნება უშუალოდ რომ გამოიწვიოს საზოგადოებაში დაძაბულობა და საზოგადოება მიიყვანოს დაპირისპირებამდე და გაჩნდეს დაპირისპირებული მხარეები, აწყობს მხოლოდ იმ ქვეყნებს და იმ ძალებს, ვისთვისაც გამოსავალი არის საქართველოში არეულობა და სამოქალაქო ომი. თქვენ კარგად მოგეხსენება ჩვენ აღებული გვაქვს და მოსახლეობამ და ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა ერმა ჩვენს მთავრობას მისცა ძალიან კონკრეტული გეგმა და ძალიან სერიოზული მიზნები, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისაკენ, რაც არ უნდა მოხდეს, ამ არჩევანის შეცვლა მხოლოდ შეუძლია ისევე ხალხს, ისევე რეფერენდუმს და სხვა არავის. და დღეს არიან დაინტერესებული ძალები, ვისაც არ უნდა ჩვენი მიზანსტრაფა, ჩვენი მართლაც ოცნება ახდეს ჩვენი ერის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლაც ევროპის ნაწილი და ამას აღიარებს პრინციპში ყველა ევროპის ქვეყანა და ყველა წამყვანი პოლიტიკოსი კომპეტენტური, ამიტომ ის იყო პროვოკაცია, რომლის ინტერესები იყო იგი ამერიკის წინააღმდეგ მიმართული, იგივე დასავლეთის ბატონო, უკაცრავად ჩაგერთვებით, აი ზუსტად კარგ თემას შეხედეთ. ჩდება იმისი განცდა, რომ ხელოვნურად ხდება პროპაგანდირება იმისა, რომ ადამიანებში ჩვენ საზოგადოებაში არასწორი შეხედულებები ჩამოყალიბდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით და სწორედ ამითი, ესე იგი, პირიქით ანტაგონიზმს იწვევენ, ხო, საზოგადოებაში? განაცხადეს კიდევაც ოფიციალურად ევროპარლამენტის წარმომადგენლები იყვნენ და თქვეს, რომ ჩვენ არავითარი რაც შეეხება ახლა ადამიანის უფლებების დაცვას და უმცირესობას დაიშევენ, ჩვენ არანაკლებად ვიცავთ მათ უფლებებს, მაგრამ როდესაც საუბარია ისო ევროკავშირში ვერ მოხვდები, გინდა თუ არა, თუ ესე იგი თქვენ არ მოაწერეთ რაღაცა, თვითონ თქვენს რომ არა მსგავსი ის არა გვაქვს ჩვენ მოთხოვნები და მივდივართ ვის აწყობს ამ ვის აწყობს და იმას ვისაც აწყობს საქართველოში არეულობა ვისაც აწყობს დესტაბილიზაცია ვინც ყველაზე მეტად საუბრობენ პრორუსულობაზე სწორედ ისინი თვითონ არიან ამ უხდის მატარებელი იმიტომ ძალიან კარგად იციან რომ ეხლა ჩვენი საზოგადოება ხო მზად არ არის ეხლა როგორც არ უნდა თქვა ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ვინმე მოინდომო ჩემი მენტალიტეტის ჩარეცხვა რა თქმა უნდა მე ხო ვთქვი თავიდანვე ფორმულა რომ ჩემთვის დაუშვა ჩემი ღირსება და ჩემი მენტალიტეტი სიცოცხლეზე ძირფასი არის, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ვინმე შეეხება ჩემს მენტალიტეტს, რა თქმა უნდა სიცოცხლეს არ უნდა გაიყოლოს ჩემი, ხო? ეხლა როგორ ფიქრობთ, როდესაც დაპირისპირება ხდება და ჩვენი მენტალიტეტის ჩარეცხვა უნდა და ამით ამაყობენ და ვითომ ესე იგი დასავლეთი ხელს უწყობს, ყოფილ მთავრობას ხელს უწყობდა, რომ მენტალიტეტი ჩაერიცხა და არ გავიდოდა დაუშვათ ერთი დღე, რომ საერთოდ მენტალიტეტზე და მენტალიტეტის ჩარეცხვაზე არ ყოფილიყო საუბარი, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შექმნილი არის უამრავი ორგანიზაცია რომელზეც ასეული მილიონები დოლარი იხარჯება, რომ საერთოდ სამყაროში ნაირფეროვნება შევინარჩუნოთ და მენტალიტეტი, საერთოდ კულტურა, ეროვნება, სწორედ ეს შემადგენელი ნაწილია, რომელზეც ცივილიზაცია დგას. ეს არის ხერხემალი. ვინც ებრძვის ჩვენს მენტალიტეტს, ფრანგულ მენტალიტეტს, ამერიკულ მენტალიტეტს, გერმანელების დაუშვათ ეროვნულ ცნობიერებას, ის ებრძვის ცივილიზაციას და თუ დაუშვათ გონია უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ ისინი შეგვილახავენ, უარყოფენ ჩვენს მენტალიტეტს, ძალიან ცდებია.
ჩვენ კი არა ვართ უმცირესობისათვის უმრავლესობა საერთში და ის ადამიანი ვინც დაუშვათ თავის ღირსებას მართლაც სიცოცხლეზე მეტად აფასებს არამედ თვითონ არიან საკუთარი თავისთვის საფრთხის შემცველი იმიტომ რომ არ შეიძლება დაუპირისპირდე სამყაროს არ შეიძლება დაუპირისპირდე ბიოლოგიას არ შეიძლება დაუპირისპირდე იმ კულტურას რომელსაც შენ გშვა მე რა რომ შენ განსხვავებული ორიენტაცია აქვს მაგრამ შენ ხარ ამ კულტურის ნაწილი და რა თქმა უნდა და როგორც კი შეეცდები ამის განადგურებას ესე იგი უკვე თვით განადგურების კოდი იდება მე ვფიქრობ რომ საფრთხე მოდის არა უმრავლესობის კულტურიდან არა დაუშვათ ეროვნული ცნობიერებიდან არავე თვითონ მათი შეუსაბამობიდან და მათ უნდა განსაზღვრონ ეს ვის ინტერესებში არ უპირველეს ყოვლისა ვინც მსგავს მარშებს აწყობს და ძალიან კარგად იცის რომ დაუშვათ ამას მოყვება გარკვეული დაძაბულობა და სწორედ მტერია ჩასაფრებული როგორმე დაძაბულობის მუხტი შეიტანოს ჯერ უზარმაზარი პრობლემები გვაქვს ჩვენ ეკონომიკური ჯერ აიღე 100,000 ადამიანი ხო იპოთეკური სესხიდან გამომდინარე საერთოდ საშინელების წინაშე დგას რომელ მეხუთე კოლონაზეა ლაპარაკი მეხუთე კოლონაზე მეტი ის გაჭირვებული ფენა არის ვის ვერ იხდის ბანკის ვალებს ვერ იხდის ამ პროცენტებს საერთოდ არ აქვს დასაქმება რაზეა რა დროს უმცირესობის რაღაცა ასეთ გაუგებარ მოთხოვნებზე არის საუბარი რა დროს პარადები და ის გებელსის ის არის რა ქვია დიქტატურა რა ხდება მე ვერ გავიგე ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები გადასაჭრელი ეს ჩემი აზრით თითიდან როგორ პარლამენტს მეტი საქმე არ აქვს პარლამენტმა იფიქროს იმაზე რომ მართლა დაპირისპირება არ მოხდება საფუძველი უკვე შექმნილი არის მეხუთე კოლონა უკვე აქ არის და მეხუთე კოლონა ეს არის ჩვენი გაჭირვებული ხალხი ხო ბოდიშვიხტი არ ეგონოს რომ ეს არის მართლა ჩვენი ქართველები მაგრამ გაჭირვებიდან ჩვენ ეს ხალხი თუ არ გამოვიყვანეთ ობამამ როდესაც გაუჭე მე ძალიან დიდ პატივს ავწევ სხვათა შორის ამერიკის პრეზიდენტს და როდესაც ნახა რომ გამოუვალი მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდა ის დაუცველი ფენები ვისაც იპოთეკური სესხები ქონდა რაღაცა უპრეცედენტო ღონისძიება განახორციელა მან ასეული მილიარდობით დოლარი გამოყო და ის ხალხი გადაარჩინა გაკოტრებისაგან და საზოგადოება შეინარჩუნა ხო ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ყავს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ ნახავთ ერთად ადამიანს რომ ბანკში ვალი არ ქონდეს რატომ ამაზე არ ვჯელოთ ვერ ნახავთ ადამიანს რომ იპოთეკური სესხი არ ქონდეს და ხვალ ელოდება რომ გამოასახლებენ დღეს ერთადერთი მათი გადარჩენა მე ვიტყვი ამას ერთადერთი მათი გადარჩენა უმრავლესობა ასე ფიქრობს ეს არის სამოქალაქო დაპირისპირება და ომი იმიტომ რომ მხოლოდ ომი შეუძლიათ მათ ჩამოაწეროს ეს ვალები და ნუ ვაიძულებთ ამ ხალხს რომ ომი მოითხოვონ და გიორგი შენი აზრი მაინტერესებს არა ზუსტად მე შენთან შეკითხვით მინდა გადმოვიდე აი ბატონმა ჰამლეტმა გააჟღერა რომ სწორედ ესე არაჯანსაღად მიწოდებული ევროპული ფასეულობები ჩვენს მოსახლეობას საკმაოდ სამწუხაროდ თავისი სოციალური მძიმე მდგომარეობისა ყველას არა აქვს ცდომა იმასთან რომ ეს ღრმად იყოს გარკვეული და კარგად ესმოდეს რა განსაზღვრავს ევროპულ ფასეულობებს და როდესაც აი ესეთი დამახინჯებული ფორმით ესე საზოგადოებისათვის მიუღებელი ფორმით ცდილობენ თავს მოახვიონ რომ აი სწორედ ეს არის ევროპული ფასეულობა დევს თუ არა სწორედ ამაში ის ნაღმი რომ ეს იწვევს უკვე ზვავისებური სისწრაფით აგორებას იმისა რომ ადამიანებს უჩნდებათ უკვე ბუნებრივია ვისაც არ აქვს ესეთი ინფორმაცია სიღრმისეული მას უჩნდება პრეტენზია რომ თუ კი მე აღარ უნდა ვიყო მართლმადიდებელი მე აღარ უნდა ვიყო ქართველი თუ აზერბაიჯანელი თუ სომეხი თუ ასე შემდეგ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ თუ მე არ უნდა მქონდეს ჩემი ეროვნული იდენტობა თუ კი ჩემი უფლება უნდა შეილახოს და თუ კი მხოლოდ იმიტომ რომ მე სექსუალური უმცირესობა არა ვარ, ამიტომ უნდა დავიჩაგრო, არ მინდა მაშინ ესეთი ევროპა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ანუ ეს პირდაპირი გზა არის იმისკენ, რომ ასე ვთქვათ, უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩინოს საზოგადოებას, აი იმ ევროპული ცხოვრების ღირებულებების მიმართ და შესაბამისად საზოგადოებაშიც უკვე ჩნდება ის კონტურები, რომ ასე ვთქვათ, გაჩნდეს რაღაც დაპირისპირების კერები, დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ. იმიტომ რომ აი თქვენ წინა ასე ვთქვათ გამოსვლაში ხო ძალიან ბატონი ჰამლეტი ამახვილებდა ყურადღებას ღირსებაზე და ეს თავისთავად ცხადია. როდესაც შენი რაღაცა ღირსების ასე ვთქვათ საკითხზე არის საუბარი და ღირსების თემას ეხება ესა თუ ის მოვლენა, შენ ჩვეულებრივ ბუნებრივად გიჩნდება ის განცდა, რომ ასე ვთქვათ
გახვიდე ქუჩაში, დაუპირისპირდე აი ზუსტად იმ ადამიანებს, ვინც ახლა აი ამის უკან დგანან და ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა. რა უკაცრავად მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს, რაც ჩვენ 9 წელს მერე გამოვიარეთ, ადამიანებში იმხელა აგრესიაა ზოგადად უკვე დაგროვილი, რომ ყველანაირი პატარა ნაპერწკალიც კი ფაქტიურად დენთის კასრთან თამაში სტოლფასი ხდება, ხო? აი ამას რატომღაც არ ითვალისწინებენ არც ჩვენი პარლამენტის უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები, არც ჩვენი სამთავრობო წრეები. სადამდე მივდივართ? ბატონმა ჰამლეტმა ახსენა სამოქალაქო დაპირისპირება. სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ჩდება იქიდან, რომ არა და არ მოხდა სამართლიანობის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, ის რომ სოციალური ფონი, რომელიც არის უკიდურესად მძიმე, უკვე მე მგონი საერთოდ ზღვარს იქითა ვართ გადასული და არანაირი სასიკეთო ძვრები არ არის. ბატონი ჰამლეტი მომსწრე ჩვენ გადაცემის არაერთი სტუმარი იყო ზუსტად აი ამ ფენიდან, რომლებიც უკვე სასოწარკვეთილნი არიან და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგიხადო, რომ შენ სურვილი გამოთქვი მათი იურიდიული დახმარება გაუწიო, როდესაც ადამიანები არიან ფსიქოლოგიურად დანგრეულები ამ 9 წლიანი რეჟიმის შემდეგ, დგება უკვე საკითხი იმისა, რომ ეს აგრესია აი ამ სამართლიანობის დამკვიდრების, ამ რაღაცა ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლის იმედგაცრუების შემდეგ ორმაგად შეიძლება ამან იფეთქოს და მართლაც ძალიან ჩვენი ქვეყნისათვის დამღუპველ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ და ამას ახლა ემატება კიდევ ის, რომ ხდება სწორედ ჩვენი ღირსების, ჩვენი ფუნდამენტალური ღირებულებების და ეს არ არის მე მინდა მაყურებელს განვმარტო, რომ აქ არ არის საუბარი მარტო რაღაც რელიგიურ და მართლმადიდებლურ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუსლიმანური თემის, იუდეველთა თემის, კათოლიკური თემის აღსარებლობის ადამიანები აბსოლუტურად ეხლა მეთანხმებიან მე და ზუსტად იზიარებენ იმ ჩვენს რიტორიკას, რაზეც ჩვენ აქ გვაქვს საუბარი, ხო? იმიტომ რომ ყველა რელიგიურ მიმდინარეობაში სოდომის და გომორის ცოდვა ეს ითვლება ცოდვად. და ამისი აფიშირება და მოზარდაობაზე თავს მოხვევა არის ცოდვა. და აი უკაცრავად მე გიორგისთან დავასრულებ და გადაგიბრუნდებით ბატონო ჰამლეტ. შენ როგორც იურისტს, როგორც საკმაოდ ჩახედულს ამ ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში, რა რეგულაციები მიგაჩნია საჭიროდ, რომ შემოღებული იყოს და საჭიროა თუ არა, რომ სწორედ საზოგადოების აზრი იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული მსგავსი სენსიტიური კანონპროექტების გატანის დროს? კი ბატონო, გეპასუხებთ. ეხლა აი ამ საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე, რაც დღესდღეობით ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია, აბსოლუტურად შემიძლია თქვა, რომ აი ამ საკანონმდებლო ბაზით ყველა უფლება, რაზეთაც ეხლა ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, აბსოლუტურად ყველაფერი დაცულია. აქ უბრალოდ არის ერთი პრობლემური საკითხი, ანუ საზოგადოებას სჭირდება ისეთი ადამიანები, ვინც იქნება შუარგოლი აი იმ კანონმდებლებთან და იმ სახელმწიფო მანქანასთან, რომელიც ასე ვთქვათ, აი ამის ტირაჟირებას და შემდგომში ასე ვთქვათ, პროპაგანდას გვიწევენ იმისას, რომ ამის აფიშირება გაანახორციელონ და მთელი სახელმწიფოს მასშტაბით, მოკლედ მენტალობად შეცვალონ და ყველაფერი ეს უბედურება გააკეთონ. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია დანამდვილებად გითხრათ, რომ ის ადმინისტრაციული კანონმდებლობა თუ სამოქალაქო კანონმდებლობა, რომელიც თავისთავად ცხადია, როგორც უკვე არაერთხელ ვახსენეთ, კონსტიტუციასთან მიმართებაში აბსოლუტურად სწორად არის შედგენილი აი ამ ძირითად უფლებებთან დაკავშირებით და ძირითად ადამიანის თავისუფლებასთან და უფლებასთან დაკავშირებით. ყველა ბერკეტი არსებობს იმისა, რომ ამას უბრალოდ სწორად დაიწეროს, განცხადება იქნება თუ სარჩელი იქნება თუ ასე ვთქვათ, სიგნალი იქნება, რომ მიეწოდოს იმ ადამიანებს, ვინც ამის უკან დგას. ვინც ამის უკან დგას, იმიტომ რომ თუ მათ ეს არ გაითვალისწინეს, საბოლოოდ მართლა მიიღებენ ძალიან მძიმე შედეგებს. ეს საზოგადოება ძალიან ბევრს ითმენდა, კიდევ ითმენენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ მათი მოთმინებისმეა, რა თქმა უნდა და საზღვარის და ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემი ერთადერთი შემოთავაზება ის, რომ საზოგადოების დაინტერესებული მხარე სწორი სარჩელით თუ სწორი განცხადებით, ასე ვთქვათ, მიემართოს აი ამ ბატონო ჰამლეტ, აი თქვენ რამდენად მიგაჩნიათ, რომ უფრო აქტიურად, ოღონდაც უკვე მე მეუბნებიან, რომ ჩვენი საერთო დრო იწურება და მინდა რომ აი მაქსიმალურად ესე იგი
მოკლედ გითხრათ, რამდენად როგორ მიგაჩნიათ, რა ფორმით უნდა მოხდეს სწორედ საზოგადოების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა მსგავსი სენსიტიური თემების განხილვის დროს? უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დღევანდელი საუბარიც არ არის აგრესიული სხვათა შორის. ჩვენ არ ვართ დაუშვათ დაპირისპირებული სულამთვის მნიშვნელოვანი სოციალური თვალსაზრისით უმცირესობის უფლებებს ჩვენ არ ვლახავთ, მაგრამ მოვითხოვთ უბრალოდ კულტურას, პირველ რიგში პარლამენტისგან, რომ ეგრეთ წოდებულმა უმცირესობამ ჩვენი უფლებები და ჩვენი ღირსება არ შებღალოს და არ შეზღუდოს ჩვენი უფლებები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა ეს კანონი ალბათ ვიღაცა სჭირდება, ეს გარკვეული ლობერებიდან არის გამომდინარე, მე არ ვიცი ვის სჭირდება დადგებად რომ მაგათ ჩვენ ყველაფერს გავიგებთ და გამოვიკვლევთ, თუ დაუშვათ ჩვენ არ მოგვაწოდებენ ინფორმაცია ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებასაც ჩავთავთ ამ თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ესე რადგანაც დღის წესრიგში დგას, ეს კანონი უნდა გავიდეს, მაგრამ თუ პარლამენტარები გონურულად განსაკუთრებით უმრავლესობა გონურულად არ მეუდგება, არ დაიცავს ჩვენს ღირსებას უმრავლესობის, არა უმცირესობის უფლებების ხარჯზე, არამედ რეალურად ცივილიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნება ძალიან სერიოზული ვაკუუმი, რომელიც მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. რას ნიშნავს მათთვის ცუდად დამთავრდება? მე ესეთი აზრი მრჩება, რომ პარლამენტი იმაზე კი არ ფიქრობს, რომ როგორმე სოციალურად დააბალანსოს ეს დაუშვათ დაძაბულებები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში არის და ძირითადად გამომდინარე არის სოციალური პრობლემებიდან და არა დაუშვათ მორალური პრობლემებიდან. მოდი ძალიან ვთხოვდი მე პარლამენტარებს, მორალზე კი ნუ გვესაუბრებიან და მორალის შესახებ კი ნუ იღებენ კანონებს, მიიღონ კანონები ისეთი, რომელიც ჩვენს გაჭირებულ მოსახლეობას დაიცავს იმ განუკითხაობისაგან, რა განუკითხაობაც არის უსამართლობიდან გამომდინარე და პირველ რიგში ბანკები აღვირ ახსნილი ქმედებებიდან მთელ მსოფლიოში მიღებული არის ზემოგების დაბეგვრა და ჩვენთან ზემოგებას არა მარტო არ ბეგრავენ, პირიქით ხელს უწყობენ, რომ ზემოგებაზე გავიდენ, თან ვის ხარჯზე, გაჭირებული ადამიანების ხარჯზე. მე მაგალითად ვთხოვდი პარლამენტს სერიოზულად განიხილოს, სხვა შორის ადრე ჩვენ საზოგადოებრივი წარმომადგენლობითი ორგანიზაცია შევქმნით ანტიკრიზისული საბჭოსთან დაკავშირებით და გაუგზავნეთ ყოფილ მთავრობას და ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს და უთხარეთ, რომ მეხუთე კოლონა აქ აკყავს 300,000 კაცს ჩავსიაში იყო შეტანილი და სხვათა შორის მან გადადგა სერიოზული ნაბიჯები, დაიბარა ეს დამფუძნებელები, ხელმძღვანელები და 6 თვით შავსიებიდან ამოიღეს განთავისუფლება და ხელი შეუწყდა. მე ვერ გავიგე ამ მთავრობას, ამ პარლამენტს ჩვენ მოვიყვანეთ ეს მთავრობა ეგრეთ წოდებული უსამართლობის, სამართლიანობის და რაღაც ესე იგი იმ პროექტებიდან და იმ გეგმებიდან გამომდინარე და იმედი არის, რომ ცოტა გონივრულად მოეკიდება ჩვენი პარლამენტი დაუშვათ აი ამ სერიოზული პრობლემის გადაწყვეტას და მოსახლეობაში ზედმეტ მუხს არ შეიტანს და უმცირესობა ჩვენთან იმედი არის ყოველთვის მათი უფლები დაცული იქნება, მაგრამ არა ჩვენს ხარჯზე, არა უმრავლესობის და არა ეროვნული ღირსებისა და მე ხომ მეუბნებიან, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ საეთერო დროს ამ თემებზე აუცილებლად ჩვენ უახლოეს გადაცემაში გვექნება საუბარი, რადგან ბანკის თემა ძალიან მნიშვნელოვანი არის და მე კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწევთ. მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისათვის. მე გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო შემდეგ ორშაბათამდე და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ დავიცვათ საკუთარი ღირსება, დავიცვათ საკუთარი ადამიანური ღირსება. კარგად გრძანდებოდეთ.